დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგწანდით ევრონიუსზე სასაუბროთ. Ჩვენი ინტერვიუ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა და მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო მარიო დრაგის ახლახან წარმოთქმულ სიტყვაზე, რომლის მიხედვითაც ახლა ის დროა, როცა ევროკავშირმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა იმუშაოს როგორც რეალურმა ფედერაციამ და ჭეშმარიტმა კავშირმა. ეთანხმებით? ვეთანხმები ჭეშმარიტი კავშირის ნაწილში, მაგრამ ფედერაციასთან დაკავშირებით დარწმუნებული არ ვარ. ეს სწორი გზაა, თუმცა როგორც ხვდები, ძალიან რთულია მოცემულ მომენტში ფედერაციის შექმნა. ახალი ქვეყნები აპირებენ ევროკავშირში შესვლას. სავარაუდოდ გვინდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც და ასე შემდეგ. თუმცა ზოგადად რაღაც დროს უნდა წავიდეთ ამ ფედერაციისკენ, რადგან ეს უფრო მეტად გაგვაერთიანებს. უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ. განსაკუთრებით იმ დროს, როცა გადაწყვეტილებები გვექნება მისაღები. იმას გულისხმობ, რომ ევროკავშირი ახლა ძალიან ნელია. და რა თქმა უნდა თქვენ დრაგი ახსენეთ. დრაგის ანგარიშიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ სამწუხაროდ მას ყური არ დაუგდეს და როგორც ხვდები ბატონი დრაგიც იმედგაცრუებულია. მაინც რა იწვევს პარალიზებას? ის ხომ არა, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ევროკავშირი 27 ქვეყნისაგან შედგება. ამ მექანიზმის ფუნქციონირება ძალიან რთულია. ამიტომ ხომ არ გონიათ, რომ ჭეშმარიტ კავშირად რომ ვიქცეთ, ამისთვის უნდა შევცვალოთ ჩვენი შიდა ოპერირების მეთოდი. დიახ, მაგრამ ეს ძალიან მცირე დეტალებით შეგვიძლია დავიწყოთ. მაგალითად, ბიუროკრატიით. ევროკავშირში ძალიან დიდია ბიუროკრატია და ეს ყველაფერს აფერხებს. იგივე ეხება წევრ ქვეყნებსაც. ჩვენ ვალდებული ვართ დავნერგოთ ყველა ბიუროკრატიული დეკლარაცია და ასე შემდეგ. ამას კი დრო სჭირდება. ამიტომ უნდა დავიწყოთ ბიუროკრატიითა და ალბათ გაციფრულებით. ხელოვნური ინტელექტის დაგვეხმარება, თუმცა ისევ და ისევ ამის უკან ყოველთვის ადამიანები დგანან. ამიტომ ალბათ სწორედ ხალხით უნდა დავიწყოთ. ბატონო პრეზიდენტო, როგორც ევროკავშირში თქვა 2030 წლისთვის მზად უნდა ვიყოთ, პირდაპირ ეს სიტყვა არ უხსენებიათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი ამაზე მიანიშნებს რუსეთთან პოტენციური ომისთვის, კონფლიქტისთვის, სამხედრო შეტაკებისთვის. როგორ გონიათ მართლა ასეა საქმე? თავდაცვის კავშირის იდეა საკმარისად სწრაფად ასხამენ ხორცს. პრინციპში ახლა ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ მზად ვიყოთ თუ ეს მოხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისევ განვავითაროთ შეკავების, თავდაცვის ინდუსტრია. ესტონეთი პატარა ქვეყანაა და უკვე ბიუჯეტის 5% ხარჯავთ თავდაცვაზე. და სხვა ქვეყნებიც უნდა წავახალისოთ, რომ იგივე გააკეთონ. არა მაინც და მაინც ომისთვის, არამედ იმისთვის, რომ ტერმა იცოდეს. ვერ შეძლებს თავს დაესხას ევროკავშირს ან რომელიმე ევროპულ ქვეყანას. ისევ გჯერათ, რომ ნატო ამ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საყრდენია. დიახ, ჯერა. არ მიმაჩნია, რომ მეორე ნატო უნდა შევქმნათ ევროპაში. თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას გულისხმობ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან აგრესიულად ისაუბრა გრენლანდიაზე, რომელიც ფაქტია ახლა ნატოს წევრი დანიის ნაწილია, რომელიც შესანიშნავი მოკავშირეცაა. ნატოს შიგნით ზოგმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ნატო არ დაეხმაროს ევროპელებს. ამ საკითხზე ფიქრი თუ გირღვევთ სიმშვიდეს? ჩვენ არ ვნერვიულობთ, მაგრამ არც ამის გამოცდა გვინდა. არ გვინდა რომ გამოვცადოთ რამდენად იმუშავებს მეხუთე მუხლი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ მზად უნდა ვიყოთ ჩვენს მტრებთან ომის დასაწყებად. თავდაცვის სისტემა უნდა განამტკიცო, რადგან ჩვენ მე ვიტყოდი საკმაოდ გულუბრყვილოდ ვიქცეოდით ევროპაში ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. ისე ვიქცეოდით, თითქოს ყველა ომი დასრულდა. ყველაფერი კარგად არის, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ისტორიას გადახედავ, რომელიც ათასობით წელს ითვლის, ის მთლიანად ომების ისტორიაა. ეს კი ნიშნავს, რომ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ და არ უნდა დაუშვათ ამის გამეორება. ან რაც შეიძლება გადავავადოთ მაინც მსგავსი რამ. ამასთან დაკავშირებით იმ ომზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და სადაც ამჟამად ძალიან რთული მდგომარეობაა ძლიერი ყინვების გამო. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ევროპელები -20 გრადუსიან ტემპერატურაზე იყინებიან. ვერც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვერც ევროპის ძალისხმევას ვერ მიჰყავს საქმე წინ. ეს ომი არა და არ მთავრდება. ჯერ კიდევ შარშან აპრილში თქვა ტრამპმა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით დასასრულთან. მაგრამ თითქმის წელიწადი მობრუნდა და ისევ ამაზე მსჯელობთ. პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის დისკუსია არ შველის საქმეს. პუტინი უნდა დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მას არ სურს ამის გაკეთება. ამ დროს კი თქვენც აღნიშნეთ, რა ხდება კიევში. ეს არა ადამიანურია. დიახ, და ამას მიამატეთ თავდასხმები ღამით ქალაქებსა და ელექტროსადგურებზე.
ნამდვილად არაადამიანური რამ ხდება. ეს რაღაც სიურეალისტური სცენარია თითქოს, მაგრამ ეს რეალურად ხდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს, რომ შესაძლოა იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ მიდის დიალოგი წინ, არა მხოლოდ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, არამედ რეალური, ყოველმხრივი დიალოგი რუსეთთან დიპლომატიური არხის მეშვეობით არ მიდის წინ, იმიტომ რომ არ არსებობს პირდაპირი კომუნიკაცია და რომ დროა დაინიშნოს ევროკავშირის დესპანი რუსეთში. როგორ გონიათ ეს კარგი აზრია? რა თქმა უნდა. იმის თქმა მსურს, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს ჩართული ამ დისკუსიებში. მართალია რუსეთს პირდაპირ არ ვებრძვით, მაგრამ უკვე მრავალი წერია მხარს უჭერთ უკრაინას და ისევ აგზელებთ მხარდაჭერას. ამიტომ ჩვენც გვეთქმის სიტყვა. მაგრამ ნახეთ, ისევ და ისევ, ცოტა არ იყოს დავაგვიანეთ. ჩვენ უნდა გვეთავა ეს და არა პრეზიდენტ ტრამპს. ალბათ ევროკავშირსაც უნდა დაეწყო ამ პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება. რუსეთს დალაპარაკებოდა? დიახ, რუსეთს დალაპარაკებოდა. უშუალოდ რუსეთს დალაპარაკებოდა? რამდენიმე წლის წინ ჩვენი მიდგომა ისეთი იყო, რომ არ ვესაუბრებოდით აგრესორებს. ახლა კი ვღელავთ, რომ არ ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმის თქმა აქვს სურთ, რომ ეს სულაც არ ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას, მაგრამ ასეთია რეალობა და უნდა ვესაუბროთ. ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ეს ომი დასრულდეს და დასრულდეს, ისე როგორც უკრაინას სურს. საკითხავი ის კი არ არის თუ რა გვსურს ჩვენ, არამედ უკრაინას უნდა მშვიდობა. ამაში დარწმუნებული. უკრაინელებს არაფრით მიუნიშნებიათ, რომ წინააღმდეგი იქნებოდნენ თუ კი ევროპა კავშირზე გავიდოდა. მაინც თუ გყავთ ვინმე ბუნებაში, ვისაც მიანდობდით ამ საქმეს, ვისაც პატივს სცემენ მტკიცია და სანდო. ის რუსეთს უნდა ესაუბროს. რამდენადაც რუსებისგან გვესმის, ისინი ამბობენ, რომ არაფერი აქვს ასაუბრო ნომერ პირველ დიპლომატთან. კაია კალას გულისხმობენ. და როგორ გონიათ, მაინც ვინ შეძლებს ითავოს ეს საქმე? კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ ნამდვილად გვჭირდება ადამიანი, რომელსაც ორივე მხარე ენდობა. ეს არ არის ახალი ამბავი. გაიხსენეთ კისინჯერის ცნობილი ნათქვამი, ევროპასთან თუ მოვიმდოვებს საუბარს ვის უნდა დაურეკოო. რასაკვირველია, გვჭირდება ევროკავშირი, მაგრამ არსებობენ სხვა ევროპული ქვეყნებიც. და სავარაუდოდ ეს საქმე უნდა მივანდოთ რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს, ან კანცლერს. ვინმე უნდა ავარჩიოთ ამ თანამდებობებიდან. და პრობლემის მეორე მხარე ომის გარდა არის უკრაინის პერსპექტივა, რასაც უკრაინელები ამბობენ, რომ უნდათ და სჭირდებათ. უკრაინელები საუბრობენ განვითარების გეგმაზე, რომელიც რამდენადაც ვიცი, უკვე წარადგინეს კიდეც სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში. ისინი საუბრობენ 2040 წლამდე დასახულ მიზნებსა და ევროკავშირში მიღებაზე. რამდენიმე თარიღიც დასახელდა 2027 წელი მაგალითად, მანამდე 2030 ითქვა. რამდენად შესაძლებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ვადების დათქმა? მე მაინც 2027 მგონია, რამდენად რეალისტურია ეს ამბავი. გულწრფელად რომ გითხრათ, არა, რადგან ჩვენ მაგალითად 10 წელზე მეტი დაგვჭირდა და თან ომი არ გქონია. ამას დრო სჭირდება, უნდა შეასრულო მოთხოვნები და ასე შემდეგ. თუმცა ესტონეთი მიესალმება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვემხრობით ამ ტენდენციას. ეს მხოლოდ უკრაინას კი არ ეხება, არამედ ბალკანეთის ქვეყნებსაც. მაგრამ რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს. ერთი საკითხია ევროკავშირის წევრობა და სამშვიდობო გეგმა, მაგრამ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებიც გვჭირდება. რა უნდა მოხდეს, რომ ნავსი გატყდეს? ევროპელებმა ხომ არ უნდა თქვან, რომ ჩვენს ჯარს შევიყვანთ უკრაინის ტერიტორიაზეო? ან ბირთვული უსაფრთხოების სისტემა უკრაინაზეც ხომ არ უნდა გავრცელდეს? იქნებ ამერიკამ უნდა დადოს პირობა, რომ სამხედრო ძალი დაეხმარება. რასაკვირველია, ზოგიერთი ქვეყანა მზად არის მათ ტერიტორიაზე ჯარი განალაგოს, ზოგი არა. ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას. ჩვენ სამხედრო კუთხით ვეხმარებით უკრაინას, წვრთნებს უტარებთ და ასე შემდეგ. მაგრამ ვიღაც მუდმივად უნდა იყოს იქ. სამწუხაროდ ეს საკითხი სამშვიდობო შეთანხმებაში შედის. ეს როგორმე რუსეთმაც უნდა მიიღოს. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია. რუსები ამტკიცებენ, რომ თქვენ პარანოიდულად და ისტერიულად იქცევით და რომ მათ არასდროს უთქვამთ რამეს ვაბნებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ან პოლონეთსო. ამას მინიშნებად ხომ არ მიიჩნევთ? იცით, ძალიან რთულია რუსეთის დაჯერება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გადახედეთ რამდენი შეთანხმება და პირობა დაარღვიეს. ამიტომ რთულია დაჯერება. რუსეთმა ისიც თქვა
ნატოს არასდროს დავესმები თავსო. შეიძლება არც დაესხას, მაგრამ შეიძლება ასეც მოხდეს. ამიტომაც უნდა ვიყო. მოდი უკრაინის ნაწილი დავასრულოთ, განსაკუთრებით მისი გაწევრების თემა. მე მრავალი წერია ბრიუსელის ამბებს ვაშუქებ და ყველა ვისთანაც კი მისაუბრე ამ თემაზე ამბობს, რომ ძალიან რთულია კონკრეტული ვადის დათქმა. 2027 წელი არ არის რეალისტური, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უკრაინა ვერ გაწევრდება ჩვეულებრივი პროცედურით. რამდენად რეალურია ასეთი პოლიტიკა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი მიღების პროცესი. ჩვენ მოგვიწევს გადავკვეთოთ ის წითელი ხაზი, რომელიც აქამდე არ გადაგვიკვეთავს. ჩვენ ყოველთვის ვკვეთ წითელ ხაზს, როდესაც ახალი წევრი შედის ევროკავშირში. თუმცა რა თქმა უნდა, უკრაინის შემთხვევა განსხვავებულია. ამიტომ არ ვიცი, რამდენად გონივრულია გამონაკლისის დაშვება, რადგან სხვა ქვეყნები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მისაღებში იცდიან. იტყვიან, რომ ეს უსამართლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? დიახ, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნებიც იცდიან. არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შეასრულო. პრინციპში უკრაინა საკმაოდ წარმატებით ებრძვის კორუფციას, თუმცა ჯერ კიდევ ხედავთ. კორუფციის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გაღელვებთ? ჩვენც ვებრძოდით კორუფციას 90-იან წლებში და აღმოფხვრით კიდეც. ყველაფერი გავაციფრულეთ. ეს კი ძალიან დიდ გამჭვირვალობას ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძნელია იყო კორუმპირებული. და ბოლო კითხვა ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დუბაიში ვიმყოფებით. აწერიეთ კიდეც პანელს. თქვენ პირველად იღებთ მონაწილეობას ასეთი ტიპის კონფერენციაში. მაინც რა საჭიროა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობა? როგორ გონიათ, რამდენად იქნებოდით დღეს აქ მიმდინარე დიალოგში ჩართული და მისი დაინტერესებული? პრეზიდენტად ტრამპი რომ არ აირჩიათ და ტარიფები რომ არ დაეწესებინა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ევროკავშირი ახლა გარკვეულწილად იმიტომ ცდილობს ხუთთან ურთიერთობას, რომ ასე სჭირდება. არა, მე ასე არ ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ესტონეთს ეს არ ეხება. ჩვენ ვცდილობთ ბიზნეს კავშირების დივერსიფიკაციას და უკვე 150 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, რაც პატარა ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი შედეგია. ასე რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ან სხვა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, რომ იქნებ სხვა ქვეყნებზე სწრაფად განვითარება ჩნდეს. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ მობრძანდით ევრონიუსზე ჩვენს გადაცემაში ევროპული საუბრები.